გამარჯობა, თქვენ უყურებთ გადაცემას დავით ლაბაძის ოქროს ხელები. მე დავით ლაბაძე გახლავართ, ეს კი ზემოთხსენებული ოქროს ხელები. ამ გადაცემაში თქვენ უამრავ საინტერესო რამეს შეიტყობ და თან ამ ყველაფრის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება შეგეძლებათ. უკვე 12 გადაცემა გავიდა და სტუდიაში აწყდება ზარები. მოდის წერილები. ჩვენი ერთგული მაყურებელი მადლიერებას გამოთქვათ ჩემი და ჩემი ოქროს ხელების მიმართ. მაგრამ საყვედურობენ, რატომ არაფერს ვამბობთ ქაღალდის სტიკერების შესახებ. ვითვალისწინებთ რა თქვენ თხოვნას, დღევანდელ გადაცემაში ქაღალდის სტიკერის სასარგებლო თვისებებზე ვილაპარაკებთ. დავიწყოთ მარტივით. ძალიან ბევრი თამეთანხმება, რომ ლეპტოპის ან კომპიუტერის კლავიატურა ძალიან ადვილად მტვრიანდება და ღილაკებს შორის მტვრის ნაწილაკების გარდა საჭმლის ნამცეცებიც იღრება. მათი ამოწმენდა კი საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა. სწორედ აქ გამოგვადგება სტიკერის მწებავი თვისებები. შეკვრას მოვაცილოთ ერთი ქაღალდი და მწებავი ნაწილით გავატაროთ ღილაკებს შორის. აი ასე. მტვერი და პატარა ნაწილაკები ქაღალდს ეწებება და კლავიატურა სუფთავდება. აი. ახლა შეგიძლიათ მიუძღდეთ თქვენს ლეპტოპებს და კომპიუტერებს და მუშაობასთან ერთად საკვებიც მიირთვათ. ოღონდ გახსოვდეთ, სტიკერი იწებებს მხოლოდ ნამცეცებს და არა ქათმის ბარგლის ძვალს, ყაურმის ნაჭრებს, ბორშის წვენს ან ამოზელილ ნიგვზიან ლობიოს კვაწარახთან ერთად. კიდევ ერთი რჩევა მინდა მოგცეთ, რომელშიც ქაღალდის სტიკერი ფასდაუდებელ დახმარებას გაგიწევთ. ყველა ოჯახში დგება მომენტი, როდესაც კედელია გასაბურღი სურათის, საათის ან სხვა რაიმე ნივთის ჩამოკიდების მიზნით. ამ დროს კედლიდან მტვერი იატაკზე ან ავეჯის ზედაპირზე იყრება და დიასახლის ზედმეტ საქმეს და წუწუნის შანსს აძლევს. ეს ყველაფერი თავიდან რომ ავიცილოთ, ქაღალდის სტიკერი შეგვიძლია გამოვიყენოთ. აიღეთ ქაღალდის სტიკერი. გახიეთ მისი მწებავი ნაწილი, აი ასე. გადაკეცეთ და გასახრეთ ადგილთან მიაწებეთ. აი ასე. ამის შემდეგ მტვერი არც თქვენ და არც დიასახლის აღარ შეაწუხებს. სამწუხაროდ ამ მეთოდის გამოყენება შეუძლებელია ტვინის ბურღვის დროს. მე ისე მომეწონა ეს მეთოდი, რომ მთელი სახლი დავხრიტე. ახლა ვეძებ ხელოსანს, რომელიც 1500-მდე პატარა ნახვეც იაფად ამოავსებს. მე დაგიბრუნდით, გაგიკვირდება და დაგიბრუნდეთ ჩემი ოქროს ხელებიც და ჩვენ მზად ვართ ახალი სასარგებლო რჩევების მოსაწოდებლად. ამერიკული ჟურნალი ტანსაცმელი და კომფორტის 2014 წლის აპრილის ნომერში გამოქვეყნდა საკმაოდ ვრცელი სტატია, სადაც ნათქვამია, რომ 10 საუკეთესო ტანსაცმელს შორის მე-4 ადგილზეა კაპიშონიანი ტანსაცმელი. დავეთანხმები სტატიის ავტორს, მაგრამ უამრავი მაყურებელი დამემოწმება, რომ ამ ტანსაცმელს ერთი მინუსი აქვს. თუ კაპიშონს ზონარი გამოძვრა, მისი უკან დაბრუნება საკმაოდ რთული საქმეა. მე გასწავლით, როგორ უნდა დავაბრუნოთ ზონარი კაპიშონში და თან ამისთვის მხოლოდ საწრუპი გამოვიყენოთ. აირჩიეთ საწრუპი ზონარის სისქის მიხედვით, გააძვრინეთ ზონარი საწრუპში, აი ასე. შეგიძლიათ პატარა ხრიკიც იხმაროთ. აი ასეთი მაგალითად. და შემდეგ საწრუპი გააძვრინეთ კაპიშონში. აი ასე. დამერწმუნეთ, ეს საკმაოდ მარტივი მეთოდია, მაგრამ არსებობს უფრო მარტივი მეთოდიც. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ მცირე ზომის გაწვრთნილი გველი. გველს კუდზე ვაბამთ ზონარს და შემდეგ უბრძანებთ შეძვრეს აი ამ ხვრელში და გამოძვრეს აქედან. სამწუხაროდ მე ვერ გეტყვით სად იყიდება ესეთი გაწვრთნილი გველები, მაგრამ მინდა გაგახაროთ. ჩვენ სტუდიაში გვყავს პროფესიონალი გველების მწვრთნელი, რომელიც თქვენ ქვეწარმავალს კაპიშონში ზონარის გაყრას საათში 20 ლარად ასწავლის.
დაინტერესებული პირები გამოცხადეთ ჩვენ ტელევიზიის აღმოსავლეთ კარიბჭესთან და თან იქონიეთ პირადობის მოწმობა და გველი. გადაცემის ბოლოს მე და ჩემი მართლაც ოქროს ხელები ისევ მოგცემთ საშუალებას მოიგოთ ნიზლავი და თქვენი ჯიბე რამდენიმე ლარით გაამდიდროთ. შესთავაზეთ მეგობარს ნიზლავის შემდეგი პირობით. აიღეთ 1 ჭიქა ჩვეულებრივი წყალი და ქაღალდის სამაგრის სკრეპები. შესთავაზეთ მეგობარს ნიზლავი. მოგებული ის იყოს, ვინც სკრეპს წყლის ზედაპირზე გააჩერებს, ისე რომ წყალში არ ჩაიძირება. როგორც მოგეხსენებათ, სკრეპი მეტალის არის, მეტალის სიმკვრივე გაცილებით მეტია წყლის სიმკვრივეზე, ამდენად ამ ამოცანის შესრულება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე თქვენ მეგობარს ეს წარმოუდგენია. ის რა თქმა უნდა ეცდება ჩაუშვას სკრეპი ჭიქაში, მაგრამ მერწმუნეთ, ეს შეუძლებელია თუ არ იცით მეთოდი. მე გასწავლის როგორ უნდა მოიქცეთ და ყურადღებით მომისმინეთ. აიღეთ ერთ-ერთი სკრეპი, გახსენით ის აი ასე. შემდეგ ერთ-ერთი სკრეპი მოათავსეთ გახსნილ ნაწილზე და წყალში ჩაუშვით ნელ-ნელა. აი ასე. ხედავთ რა მარტივი ყოფილა. გილოცავთ გამარჯვებას და გისურვებთ კიდევ მრავალი წლის მანძილზე ესწავლებინოს დავით ლაბაძეს და მის ოქროს ხელებს ასეთი სასარგებლო რაღაცეები. დღეისთვის სულ ეს იყო, მე ერთი კვირით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.